თქვენ ახლა თვალს ადევნებთ ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების მარშს, მსვლელობას. ეს მარში რამდენიმე წუთის წინ ფილარმონიიდან დაიძრა და ის მიემართება პარლამენტისკენ, რუსთაველის გამზირისკენ, სადაც აქ შეკრებილი მოქალაქეები შეუერთებიან ტრადიციულად პარლამენტთან დაანონსებულ ყოველდღიურ საპროტესტო აქციას. თავისუფლება და სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, უკანონო დატყვევებულ მშვიდობიან მანიფესტანტებს ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ამას სკანდირებენ აქ შეკრებილი ადამიანები, ირგვლივ მანქანებიდან ისმენ სიგნალებს, ისმენ ჩეძახილებს, აფრიალებენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებსაც დროდადრო სახლებიდან, შენობებიდან მოქალაქეები ასე ეხმიანებიან ამ უწყლოდ პროტესტს და აქ შეკრებილ ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს. ახლა აქციის მონაწილეებს გავესაუბრები, რასაკვირველია, მათ უნდა ვკითხოთ იმ ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი ბოლო სიახლის შესახებ, რაც ეხება სწორედ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ფინანსურ სანქციებს, რომელიც მას დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. მინდა პირველ რიგში ვკითხოთ იმ მნიშვნელოვანი ბოლო ამბის შესახებ, გულისხმობ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როგორ დაეხმარება ეს პროცესი, როგორ დაეხმარება ეს მოქალაქეებს, რომ შესრულდეს ის ორი ძირითადი მოთხოვნა პირველ რიგში, რაც არის მთელი ამ უწყვეტი პროტესტის მთავარი მოთხოვნები. ხომ რაც წერია თქვენს ბანერზე, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ახალი არჩევნები. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. ნამდვილად დაეხმარება, ეჭვი შეგვპარვია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ დადგებოდნენ ქართველი ხალხის გვერდში, რაც საკვირველია ეს კიდევ უფრო მეტად მალე მოგვაპოვებინებს და მივიღებთ სასურველ შედეგს. ამასთანავე საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები უკვე მესამედ ვაწყობთ მასშტაბურ მსვლელობას და ვდგევართ საზოგადოების გვერდში და ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ ერთობით, სიყვარულით და ერთმანეთის ხარდამხარ ბრძოლაში აუცილებლად მივაღწევთ ჩვენთვის სასურველ შედეგს. ბატონო, დიდი მადლობა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით. გამარჯობა, თქვენც მინდა კითხოთ პირველ რიგში სანქციების შესახებ, გულისხმობ ფინანსურ სანქციებს, რომელიც დაუწესდა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილს, ეს რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მინდა გთხოვთ შეფასება, როგორ გონიათ თქვენ, ეს როგორ დაეხმარება ამ უწყვეტ პროცესს რეჟიმის წინააღმდეგ, მოქალაქეებს როგორ დაგეხმარებათ, რომ შესრულდეს ის ორი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც თქვენ გამოტანილი გაქვთ ამ პოსტერზე და მოთხოვნების შესახებაც კიდევ ერთხელ გითხარით. მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ ეს სანქცია, რომელიც ჩვენც ახლა ხანს გავიგეთ, სულ რამდენიმე წუთის უკან დაგებული, საკმაოდ წაწევს პროცესს წინ, დაგვეხმარება არა მხოლოდ მომიტინგეებს და პროტესტანტებს, რომლებიც დგევართ ყოველ დღე პარლამენტთან ან ვაწყობთ მას, არამედ იმ ხალხს, რომლებიც სახში ზიან, იქიდან გულშემატკივრობენ, ვერ ან არ გამოდიან პარლამენტთან და ახალი არჩევნებისთვის ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. მადლობა. გამარჯობა, გაგვეცანით თქვენ ფსიქოთერაპევტი ხართ, ფსიქოლოგი ხართ, მოგვიყევით პირველ რიგში მოკლედ თქვენ შესახებ, გითხარით მოთხოვნებზეც, აქ რატომ დგახართ, რა არის თქვენი მოთხოვნა? დღეს აქ შეკრებილები ვართ, ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრები, თუმცა ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც პროფესიებს, არც ვინ რომელ სოციალურ ფენას წარმოადგენს. მთელი საქართველო მოვითხოვთ გაყალბებული არჩევნების გაუქმებას და ახალ არჩევნებს, სამართლიან არჩევნებს და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას. ასევე ევროპისგან და ამერიკისგან მოვითხოვთ სასწრაფოდ სანქციების გამკაცრებას. გაგვეწია კიდეც სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ამაზეც გითხარით, როგორ გონიათ ეს პროცესი რა ნაწილში არგებს, როგორ დაეხმარება მოქალაქეებს? ჩვენში შიგნიდან აქციებით ვიბრძვით და ჩვენებას გამოვხატავთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნები სანქციებით ძალიან დაეხმარებიან. ეს აუცილებელი პროცესია და ერთად გავიმართებთ. ბატონო, დიდი მადლობა, შევეცდები აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბროთ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში მუშაობთ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ სფეროში განსაკუთრებით დიდია წილი ევროპული დასავლეთიდან წამოსული დონორების ფინანსების, ხომ? ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტა მინიმუმ 2028 წლამდე, როგორც ეს რეჟიმა გამოაცხადა, როგორ ვნებს და აზარალებს თქვენ სფეროს, თქვენს პაციენტებს, მოგვიყევით. ფსიქიკური ჯანმრთელობა მოგეხსენებათ და ნებისმიერი ფიზიკური ჯანმრთელობაც ნიშნავს ის, რომ არ იცის დაცდა, ხო, ანუ 24/7-ზე არის ის, რაც ადამიანის პირველადი საჭიროება არის და უნდა დაკმაყოფილდეს ყოველთვის.
გაჩერება ამ პროგრამების და სხვადასხვა პროგრამების, რომელიც სხვადასხვა ადამიანს ეხმარება, ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო უკან წავა ადამიანების როგორც ბიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიური, სოციალური მდგომარეობა და რეალურად მივალთ უკვე ფაქტურად შეუქცევად პროცესებამდე და ეს მომავალი არც ისე შორს არის, რადგან არა მართალია განცხადება ძირითადად ერთი თვის წინ გაკეთდა ეს განცხადება, მაგრამ რუსული კანონის მიღების შემდგომ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა დონორის მხრიდან სხვადასხვა დახმარების შეწყვეტა. ამიტომ ეს პროცესი რაც უფრო მალე აღდგება და ეს პროცესი დამოკიდებულია იმაზე, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, მით უფრო წინ წავა ქვეყანაც და მით უფრო უკეთ გახდება. პედაგოგებთ კადრს ხედავთ ბანერს ნუაწამებ დაიცავი ფსიქოლოგები ხალხის სამსახურში დაინიშნოს ახალი არჩევნები სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებზე ჩატარდეს ახალი არჩევნები რადგან საქართველოს ხელისუფლებად გამოცხადებული ცესკოს მიერ ქართული ოცნება აქ შეკრებილი ადამიანების აზრით არ არის საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ის არ წარმოადგენს და არ ატარებს ქართული ხალხის ნამდვილ ინტერესებს სწორედ ამიტომაც იმართება საპროტესტო აქციები უკვე თითქმის ერთი თვეა უწყვეტად თბილისსა და რეგიონებში მარში მსვლელობა ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების, რომელიც როგორც გითხარით, დაახლოებით 9 საათის წინ დაიძრა ფილარმონიიდან, სულ მალე უკვე მივა პარლამენტთან და იქ შეუერთდება დაანონსებულ საპროტესტო აქციას, რომელიც უკვე როგორც ვიცით, დაწყებულია საქართველოს სკანდირებენ აქ შეკრებილი ადამიანები ფაქტობრივად არ წყდება, ირგვლივ მანქანებიდან, სახლებიდან, შენობებიდან ეხმაურებიან მოქალაქეები აქ შეკრებილ ადამიანებს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. გესმით რომ ამას სკანდირებენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები.